მეორე ტომი დიმიტრი გლუხოვსკი მეტრო 2034 აღნიშნული სქემა მოსკოვის მეტროს სქემა ასევე შეგიძლია იხილოთ Google-ში და პირველი ტომის დასაწყისში არის ვიდეოში ასევე ამ რუკის მიხედვით თქვენ შეძლებთ დააკვირდეთ თუ როგორ გადაადგილდება არტიომის პერსონაჟი სადგურიდან სადგურამდე პროლოგი 2034 წელი. მთელი მსოფლიო დანგრეულია. კაცობრიობა კი თითქმის მთლიანად განადგურებული. ნახევრად დანგრეული ქალაქები რადიაციის გამო საცხოვრებლად უვარგისია. დანადგურებით არავინ იცის, მაგრამ ამბობენ, რომ მათ მიღმა იწყება გადამწვარი უსასრულო უდაბნოები და გადაგვარებული ტყეები. ცივილიზაცია გადაშენების პირასაა. მოგონებები ადამიანის სიდიადეზე იგავებად და ლეგენდებად იქცა. მას შემდეგ, რაც მიწიდან ბოლოთვით მფრინავი აფრინდა, 20 წელზე მეტი გავიდა. ჟანგისგან შეჭმული რკინიგზა არ საითმიდის. დაუმთავრებელი საუკუნის მშენებლობა ნანგრევებად იქცა. რადიო ეთერი ცარიელია. კავშირგაბმულობის თანამშრომლებმა მილიონჯერ მომართეს რადიო მიმღებები სიხშირეზე, საიდანაც ადრე ნიუ-იორკი, პარიზი, ტოკიო და ბუენოს-აირესი მაუწყებლობდა, მაგრამ ახლა მხოლოდ საცუდავი ზუზუნი ისმის. მხოლოდ 20 წელიწადმა ჩაიარა, რაც ეს მოხდა, მაგრამ ადამიანი უკვე აღარა დედამიწაზე ბატონი. რადიაციისგან მშობილი არსებები ადამიანზე ბევრად უკეთ შეეგუნენ ახალ სამყაროს. კაცობრიობის ეპოქამ დასასრულს მიუახლოვდა. სულ რამდენიმე ათას ადამიანს არ ჯერა ამისი. ისინი მოსკოვის მეტროში ცხოვრობენ, ყველაზე დიდ საფარში. რაც კი ოდესმე ადამიანს აუშენებია. ადამიანის უკანასკნელ თავშესაფარში. იმ დღეს ისინი მეტროში აღმოჩნდნენ და ამიტომ გადარჩნენ. მათ ჰერმეტული ჭიშკრები იცავს რადიაციისა და დედამიწის ზედაპირზე მცხოვრები ურჩხულებისგან. ნახმარი ფილტრებით ფილტრავენ წყალსა და ჰაერს. მცოდნეების მიერ აწყობილი დინამო მანქანებით გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას. მიწისქვეშა ფერმებში ამრავლებენ სოკოსა და ღორებს. მმართველობის ცენტრალური სისტემა დიდი ხნის წინ დაემხო და სადგურები ჯუჯა სახელმწიფოებად იქცა. აქ ადამიანები ერთიანდებიან იდეის, რელიგიის ან უბრალოდ წყლის ფილტრების გარშემო. ეს არის სამყარო ხვალინდელი დღის გარეშე. აქ არ არის ადგილი ოცნებების, გეგმებისა და იმედებისთვის. გრძნობების ადგილას ინსტინქტებია, რომელთაგან უმთავრესია გადარჩენა, ნებისმიერ ფასად. ამ წიგნში მოთხრობილი ისტორიის შესავალი წაიკითხეთ რომაში მეტრო 2033. თავი პირველი. სევასტოპოლსკაიას დაცვა. ისინი არც სამშაბათს დაბრუნდნენ, არც ოთხშაბათს და არც ბოლო ვადად დათქმულ ხუთშაბათს. პირველი საგუშაგო 24 საათის განმავლობაში მოერიგეობდა და რომელიმე გუშაკს დახმარების თხოვნის თუნდაც ეკო რომ გაეგონა, ან მკრთალი შუქი მაინც შეემჩნია. ნახიმოვსკის გამზირიდან მომავალი გვირაბის ბნელსა და ნესტიან კედელზე. მაშინვე გაგზავნიდა დამრტყმელ რაზმს. დაძაბულობა ყოველ საათს მატულობდა. სპეციალურად ასეთი დავალებებისათვის მომზადებული საუკეთესო მებრძოლები წამითაც არ ხუჭავდნენ თვალს. ბანქოს დასტა, რომლითაც განგაშიდან განგაშამდე დრო გაჰყავდათ ხოლმე, უკვე მეორე დღეღამე იყო მაგიდის უჯრაში იდო. ჩვეულებრივი ლაყბობა ჯერ ჩუმმა მღელვარე საუბრებმა, შემდეგ კი დუმილმა შეცვალა. ყველას იმედი ჰქონდა, რომ პირველი გაიგონებდა უკან მომავალი ქარავნის ექოს. მასზე ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული. სევასტოპოლსკაია მიუდგომელ ბასტიონად აქციეს მისმა მცხოვრებლებმა. ნებისმიერმა მათგანმა 5 წლის ბიჭუნამას და ჭარმაგმა მოხუცმაც კარგად იცოდა იარაღის ხმარება. ტყვიამფრქვევები ბუდეებით, მართულხლართებით, ძველი რელსებისაგან დამზადებული ტანკსაწინააღმდეგო ზღარბებით დაცული ეს ერთი შეხედვით აუღებელი სადგური დაცემის პირას იყო. მის აქილევსის ქუსლად საბრძოლო მასალების მუდმივი უკმარისობა იქცა. ყველა სხვა სადგურის მცხოვრებლები უმალ მიატოვებდნენ თავიანთ საცხოვრებელს, როგორც დატბორილი გვირაბს ვირთხები, იმას რომ შეჯახებოდნენ, რასაც ყოველდღიურად უმკლავდებოდნენ სევასტოპოლსკაიას მცხოვრებლები. ძლევამოსილი ჰანზაც კი წრიული ხაზის სადგურების თანამეგობრობა ხარჯების გადათვლის შემდეგ აღარ გამოყოფდა ძალებს სევასტოპოლსკაიას დასაცავად, თუნდაც მას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონოდა. მეტროში ელექტროენერგია საკმაოდ ძვირი ღირდა და სევასტოპოლსკაია, რომელმაც მეტროში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური ააგო, ელექტროენერგიის გაყიდვით მიღებული მოგებით ჰანზას საბრძოლო მასალებს ყუთებით
უკვეთავდა და მოგებაც რჩებოდა. გრუნტის წყლები, რაც სევასტოპოლსკაიასთვის წყალობაც იყო და წყევლაც, მას ყოველი მხრიდან უვლიდა, როგორც სტიქსი ქარონის დანჯღრეულ ნავს. წყლები აბრუნებდნენ ადგილობრივი თვითნასწავლი ინჟინრების მიერ გვირაბებში, მღვიმეებსა და კალაპოტებში აგებული ათეულობით წისქვილის დოლაბებს და შუქსა და სითბოს აძლევდნენ სადგურსაც და მთელ წრიულ ხაზსაც. მეორე მხრივ კი წყლები დაუღალავად უთხრიდნენ ძირ საყრდენებს, შლიდნენ ცემენტის დუღაბებს, მთავარი დარბაზის კედლის მიღბიდან უნანავებდნენ სადგურის მხიზელ მოსახლეობას და საშუალებას არ აძლევდნენ მათ აეფეთქებინათ ზედმეტი გამოსადეგარი გადასასვლელები, საიდანაც სევასტოპოლსკაიასკენ, როგორც შხამიანი მრავალფეხა ხორცსაკეპისაკენ შეუჩერებლად მოცოცავდა კოშმარული ქმნილებების ურდო. სადგურის მკვიდრთა გუნდი, რომელიც ჯოჯოხეთისკენ მიექანებოდა, სამუდამოდ იყო განწურული იმისათვის, რომ ეპოვა და ამოევსო ხვრელები, რადგან მათმა გემმა დიდი ხნის წინ გაცურა, მშვიდი ნავსადგური კი უბრალოდ აღარ არსებობდა. ურჩხულთა შეტევები ერთდროულად ჩერტანოვსკაიასა და ნახიომოვსკის გამზირებიდან უნდა მოეგერიებინათ. საშინელი არსებები სამხრეთის გვირაბებიდან კანალიზაციის მღვრია წყალს სავენტილაციო შახტებით მოჰყვებოდნენ. თითქოს მთელი სამყარო უტევდა სევასტოპოლსკაიას და ძალებს არ იშურებდა, რომ ეს სადგური მეტროს რუქიდან გაექრო. იქაურები კი თავგანწირვით იბრძოდნენ თავიანთი სადგურის გადასარჩენად. მაგრამ როგორი მარჯვეებიც უნდა ყოფილიყვნენ აქაური ინჟინერები, როგორ გამოცდილი და ულმობელი მებრძოლებიც უნდა აღეზარდა სადგურს, ვერავინ შეძლებდა სევასტოპოლსკაიას დაცვას ტყვიების, პროჟექტორის ნათურების, ანტიბიოტიკებისა და ბინტის გარეშე. დიახ, სადგური ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა და ჰანზაც კარგად იხდიდა ამისთვის, მაგრამ წრიულ ხაზს ელექტროენერგიის სხვა მომწოდებლებიც ჰყავდა და საკუთარი წყაროც ჰქონდა, ხოლო სევასტოპოლსკაიას მკვიდრნი ამ შემოსავლის გარეშე ერთ თვესაც ვერ გაძლებდნენ. ყველაზე საშიში კი საბრძოლო მასალების გარეშე დარჩენა იყო. სერპუხოვსკაიასაკენ ჰანზაში სავაჭროდ ყოველ კვირას მიდიოდა კარგად დაცული ქარავანი და მაშინვე უკან ბრუნდებოდა. ეს წესრიგი შეუცვლელი იყო, სანამ დედამიწა ბრუნავდა. მიწისქვეშ წყლები მოედინებოდა და მეტროს მშენებლების მიერ აგებული თაღები მყარად იდგა. მაგრამ ამჯერად ქარავანი იგვიანებდა, თანაც უკვე იმდენ ხანს, რომ ცხადი იყო, რაღაც საშინელი და გაუთვალისწინებელი მოხდა, რისგანაც ის ვერც ბრძოლებში გამოწურთობილმა მძიმედ შეიარაღებულმა მებრძოლებმა დაიცვა და ვერც ჰანზას ხელისუფლებასთან წლობით ნალოლიავებმა ურთიერთობამ. წრიული ხაზისკენ მიმავალ ტელეფონის კავშირებსაც რაღაც დაემართა. კავშირი ჯერ კიდევ ორშაბათს გაწყდა, ხოლო მათ საძებრად გაგზავნილი ბრიგადა უკან ხელმოცარული დაბრუნდა. მაგიდასთან დაკიდებული მწვანე აბაჟურიანი ნათურა გაყვითლებულ ფურცელზე ფანქრით შესრულებულ ნახაზებსა და დიაგრამებს ანათებდა. ნათურა 40 ვატიანი იყო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ელექტროენერგიას ზოგავდნენ, არამედ იმიტომ, რომ კაბინეტის მეპატრონეს მკვეთრი სინათლე არ უყვარდა. ადგილობრივი მეტწარმოების სიგარეტის ნამწვით გადავსებულ საფერფლეს საზღვარი კვამლი ასდიოდა და ღრუბლად იკვრებოდა დაბალ ჭერში. სადგურის უფროსმა შუბლი მოიწმინდა. ხელი ჩაიქნია და 9 საათის განმავლობაში უკვე მეხუთედ გახედა საათის ციფერბლატს ერთადერთი თვალით. შემდეგ თითები გაატკაცუნა და მკაცრი სახით წამოდგა. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, დროის გაყვანას აზრი არა აქვს. მაგიდის მეორე მხარეს მჯდომმა დალაქავებულ ბუშლატსა და გაცვეთილ ცისფერ ბერეტში გამოწყობილმა მხნე მოხუცმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხოლა აუტყდა და ხელების სავსავით სიგარეტის კვამლის გაფანტვას შეეცადა. ბოლოს როგორც იქნა სული მოითქვა და სადგურის უფროს უკმაყოფილოდ შუბლშეკრულმა განუმარტა. ვლადიმერ ივანოვიჩ, მოდი კიდევ ერთხელ გაგიმეორებ სამხრეთის მიმართულებიდან ჩვენ ვერავის მოუხსნით. ბოლო კვირის განმავლობაში უკვე 3 დაჭრილია და მათგან ერთი ძალიან ძიმედაა. ასე რომ სამხრეთის შესუსტების უფლებას არ მოგცემ. იქ შახტებზე და ლიანდაგებს შორის გადასასვლელებზე პატრულირებისათვის მუდმივად საჭიროა მზვერავების 2-3-ეული, ხოლო ჩრდილოეთით შემხვედრი ბრიგადების გარდა თავისუფალი არავინაა. ბოდიშს გიხდი, სადაც გინდა იქ ეძებე. პერიმეტრის მეთაური შენ ხარ და თვითონვე ეძებე. შეუღრინა სადგურის უფროსმა. მე კი ჩემს საქმეს მივხედავ. 1 საათის შემდეგ ჯგუფი უნდა გავიდეს. მესმის, მე და შენ სხვადასხვანაირად ვაზროვნებ, ხომ შეიძლება რომ ამ წუთიერი პრობლემები გადავჭრათ? იქნებ რაღაც მეტად სერიოზულია? მე კი ვფიქრობ ვლადიმერ ივანოვიჩ, რომ ცხელ გულზე იღებ გადაწყვეტილებას. არსენალში 5.45 კალიბრიანი თუთიის 2 გაუხსნელი ყუთი გვაქვს. კვირა ნახევარს ნამდვილად გვეყოფა. სახლში ბალიშის ქვეშაც იმდენი მაქვს, მოხუცმა ჩაიცინა და ყვითელი
დიდი კბილები გამოაჩინა. 1-5 ნამდვილად შეგროვდება. ტყვია კი არა, ხალხი გვიჭერს. არა, უბედურობა სხვა რამეა. თუ ტყვია წამლის მოწოდების პრობლემა არ მოგვარდა, 2 კვირის თავზე სამხრეთის გვირაბებში ჰერმეტული ჭიშკრების გადაკეტვა მოგვიწევს, რადგან საბრძოლო მასალის გარეშე მათ შეკავებას ვერ შევძლებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი წისქვილების 2/3-ს ვეღარ დავათვალიერებთ და ვეღარც შევაკავებთ, რაც კი 1 კვირის თავზე მათ მწყობრიდან გამოსვლას გამოიწვევს. ჰანზაზე კი ელექტროენერგიის გათიშვა არავის გაახარებს. უკეთეს შემთხვევაში ისინი სხვა მიმწოდებლის ძევნას დაიწყებენ. უარეს შემთხვევაში თუმცა ელექტროენერგია რა მოსატანია, გვირაბები უკვე 5 დღეა ცარიელია, იქნებ ჩამოინგრა ან წყალმა ამოხეთქა. ვაი თუ მოწყვეტილები ვართ. მოიცა რა ნუაზვიადებ, დენის კაბელები წესრიგშია. მრიცხველებიც მუშაობს და ჰანზას ელექტროენერგიაც მიეწოდება. რამე რომ ჩამოგრეულიყო, აუცილებლად გაიგებდი. დივერსია რომ იყოს, სატელეფონო ხაზს კი არა, დენის კაბელებს გადაგვიჭრიდნენ. რაც შეეხება გვირაბებს, ჩვენთან კარგ დროშიც კი არავინ მოდიოდა. ხოლოდ ნახიმოვსკის გამზერი და იქიდან გამოღწევა რადღირს. სხვისი ვაჭრები ახ აღარ დადიან. ცხადი ეს ბანდიტებმაც იციან, ტყუილად კი არ უშვებდით ბანდიტებიდან ერთ-ერთ ცოცხლად, ასე რომ სულ ტყუილად ვარდები პანიკაში. სათქმელად ადვილია, ჩაიბურტყმა ვლადიმერ ივანოვიჩმა, თვალზე აკრული სახვევი აიწია და ოფლი მოიწმინდა. ჯანდაბას სამეულს მოგცემ, მეტი კი მართლა აღარ შეიძლება, დაუთმო მოხუცმა და ამდენს ნუღარ ეწევი, თავს იწამლავ და მეც მწამლავ, ჯობია ჩაიდავლიოთ. სიამოვნებით ხელები მოიფშვნით აუფროსმა და ტელეფონზე ჩასძახა. ისტომინი ვარ და მე და პოლკოვნიკს ჩაი შემოგვიტანეთ. მორიგე ოფიცერის გამოიძახე სამეულზე თადარიგს დავიჭერ, უკანახარ პერიმეტრის მეთაურმა და ბერეტი მოიხადა. ისტომის ჩაი ყოველთვის თავისი ჰქონდა, ვდნხ-დან განსაკუთრებული უმაღლესი ხარისხისა. ყველას როდის შეეძლო თავისთვის ასეთი ფუფუნების უფლება მიეცა. მეტროს მეორე ბოლოდან მოტანილი და ჰანზაზე სამჯერ დაბეგრილი ჩაი ისეთი ძვირი ღირდა, რომ თავად სადგურის უფროსიც უარს იტყოდა თავის სისუსტეზე, რომ არა ძველი კავშირები დობრინინსკაიაზე, სადაც ვიღაცასთან ერთად იბრძოდა ოდესღაც და საიდანაც თვეში ერთხელ ჰანზადან დაბრუნებულ ქარავანს ყოველთვის მოჰქონდა ღია ფერის შეკვრა, რომელსაც ისტომინი თვითონ აკითხავდა. წლის წინ სევასტოპოლსკაიაზე ხმა გავარდა ახალი და საშინელი საფრთხის შესახებ, რომელიც ვდნხ-ს და სავარაუდოდ მთელ ნარინჯისფერ ხაზს ემუქრებოდა. ვდნხ-ზე ზემოდან შემოდიოდნენ უცნობი, თითქმის უხილავი და პრაქტიკულად უძლეველი მუტანტები, რომლებიც ადრე არასდროს ენახათ და რომელთაც თურმე ადამიანთა ფიქრების წაკითხვა შეეძლოთ. ამბობდნენ სადგური დაეცა, ჰანზამ კი მუტანტების თავიდან ასარიდებლად მშვიდობის გამზირის მომდენო გვირაბი ააფეთქაო. ამის გამო ჩაი ჯერ საოცრად გაძვირდა, ბოლოს კი საერთოდ გაწყდა. ისტომინი სერიოზულად შეშფოთდა, თუმცა რამდენიმე კვირის თავზე ნებათაღელვა დაცხრა და სევასტოპოლსკაიაზე დაბრუნებულმა ტყვიებითა და ნათურებით დატვირთულმა ქარავანმა კვლავ მოიტანა არომატული ჩაი. სანამ პერიმეტრის მეთაურს ფაიფურის ოქროს ვარაყიან ფინჯანში ჩაის უსხამდა და მის არომატულ ოხშივარს იყნოსავდა, ისტომინმა სიამოვნებისაგან თვალებიც კი მილულა. შემდეგ თავისი ფინჯანით შეავსო, ძიმედ დაეშვა სკამზე და ვერცხლის კოვზი აწყარულა საქანირის ნატეხის ჩაიში გასახსნელად. ცოტახას ეს მელანქოლიური წყარუნი იყო ერთადერთი ხმა, რომელიც თამბაქოს ბოლით გაჯერებულ ოთახში ისმოდა, შემდეგ ის გვირაბიდან მომავალმა ზარის წყვეტილმა ხმამ გადაფარა. განგაშია პერიმეტრის მეთაური ასაკისთვის შეუფერებლად სწრაფად გავარდა ოთახიდან. სადღაც შორს თოფმა იგრიალა, რასაც ავტომატების ჯერი მოჰყვა. პლატფორმაზე სამხედრო ჩექმები აბრაგუნდა, შორიდან კი პოლკოვნიკის ბოხი ხმით გაცემული ბრძანება მოისმა. ისტომინიც გაიწია კარადასთან დაკიდებული ავტომატისკენ, მაგრამ ხელი წაივლო, ამოიოხრა, ხელი ჩაიქნია, მაგიდასთან დაბრუნდა და ჩაიმოსვა. პოლკოვნიკის ჩაის ჯერაც ორთქლიას დიოდა, იქვე ეგდო სიჩქარეში დავიწყებული მისი ცისფერი ბერეტი. სადგურის უფროსი დაეჯღანა ქუდს და ბურდღუნით ძველ თემას დაუბრუნდა, ახალი არგუმენტებით, რომლებიც კამათისას არ გაახსენდა. სევასტოპოლსკაიაზე არაერთი ბოროტი ხუმრობა დადიოდა იმის შესახებ, თუ რატომ ერქვა მის მეზობელ სადგურს ჩერტანოვსკაია. აზრად არავის მოსდიოდა ორ სადგურს შორის გვირაბის სიღრმეში განთავსებული ელექტროსადგურის წისქვილები დაუსახლებელ ჩერტანოვსკაიაზე გადაეტანა, რაც ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. ინჟინერთა ჯგუფები, რომლებიც დაცვის თანხლებით მიდიოდნენ სადგურების დასამონტაჟებლად, თუ
თუ გენერატორების შესამოწმებლად ვერ ბედავდნენ ჩერტანოვსკაიას პლატფორმას 100 მეტრზე მეტად მიახლოებოდნენ. ურწმუნოების გარდა ამ მოგზაურობისას ყველა უჩუმრად იწერდა პირჯვარს. ზოგი კი ყოველი შემთხვევისთვის ოჯახს ემშვიდობებოდა. ჩერტანოვსკაია საშიში სადგური იყო და ამას ყველა გრძნობდა. ვინც მას თუნდაც 500 მეტრზე მიუახლოვდებოდა. მძიმე დამრტყმელი რაზმები, რომლებსაც სევასტოპოლსკაიადან უშვებდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა გაფართოების იმედი ჰქონდათ, უკან განახევრებულები და განადგურებულები ბრუნდებოდნენ. უმეტეს შემთხვევაში კი საერთოდ ვერ ბრუნდებოდნენ. შიშისგან დორბლ მომდგარი მებრძოლები კოცონთან იმდენ ხანს ხდებოდნენ, რომ ტანსაცმელი ეწოდათ, თუმცა მაინც ვერაფრით თფებოდნენ. აკანკალებულები ძლივს იხსენებდნენ, რაც თავს გადახდათ და მათი ამბები არასოდეს გავდა ერთმანეთს. ამტკიცებდნენ, რომ ჩერტანოვსკაიას მთავარი გვირაბის განშტოებები სადღაც უბსკურში ეშვებოდა და ბუნებრივი გამოქვაბულების გრანდიოზულ ლაბირინთს უერთდებოდა. სადაც ხმების მიხედვით 1000 უწმინდური არსება დაძრწოდა. იმ ადგილს, საიდანაც გვირაბი უბსკურში ეშვებოდა, სადგურზე კარიბჭეს ეძახდნენ. პირობითად, რადგან ეს ადგილი არც ერთ სევასტოპოლსკაიელს არ ენახა. თუმცა იყო ეს ერთი შემთხვევა, როცა კარიბჭე ნახა დიდმა სადაზვერვო ჯგუფმა, რომელმაც ჩერტანოვსკაია გადაალახა. ჯგუფს თან ჰქონდა ტელეფონის მსგავსი გადამცემი. მეკავშირემ სწორედ ამ გადამცემით ამცნო სევასტოპოლსკაიას, რომ მზვერავები ქვემოთ თითქმის მართობულად მიმავალი ვიწრო დერეფნის წინ იდგნენ. მეტის თქმა ვეღარ მოასწრო, მაგრამ სანამ კავშირი გაწყდებოდა, სევასტოპოლსკაიას ხელმძღვანელობას ესმოდა ერთხმად როგორ არაადამიანურად ღრიალებდნენ მებრძოლები. ერთი ტყვიაც კი არ გავარდნილა. ყოველი მებრძოლი თითქოს ხვდებოდა, რომ ჩვეულებრივი იარაღი მათ ვერ დაიცავდა. ბოლოს დანაყოფის მეთაურის ხმაღა ისმოდა. კიტაი გოროდიდან დაქირავებული მკვლელისა, რომელიც თავისი მტრის ნეკათითების შეგროვების ჰობით იყო ცნობილი. მისი ხმა ძლივს აღწევდა, რადგან ალბათ შორს იდგა გადამცემისგან, რომელიც მეკავშირეს გაუვარდა ხელიდან. თუმცა სადგურის უფროსმა მის სიკვდილის წინა ხრიალში მაინც გაარჩია უბრალო ლოცვა, რომელსაც მორწმუნე მშობლები ასწავლიან ხოლმე ბავშვებს. ამ შემთხვევის შემდეგ აღარც უცდიათ ჩერტანოვსკაიაზე გასვლა. ერთხანს სევასტოპოლსკაიას მიტოვებასა და ჰანზასთან ახლოს გადასვლასაც კი ფიქრობდნენ. თუმცა ეს დაწყევლილი სადგური, როგორც ჩანს, ადამიანთა სამფლობელოს საზღვარი იყო. მართალია, საზარელი არსებები თავს აბეზრებდნენ სევასტოპოლსკაიას მკვიდრთ, მაგრამ მათ მოგერიებას გონივრულად ორგანიზებული თავდაცვით თუ საკმარისი საბრძოლო მასალაც ჰქონდათ და სრულიად უმსხვერპლოდ ახერხებდნენ ხოლმე. ბლოკპოსტებთან ზოგჯერ ისეთი არსებები მოცოცავდნენ, რომელთა შეჩერებაც მხოლოდ ფეთქებადი ტყვიითა და მაღალვატიანი ელექტროხაფანგებით იყო შესაძლებელი. მათ აქ შინაურულად ვამპირებს ეძახდნენ. აი კიდევ ერთი ზემოთ მესამე მილში. ჭერიდან სანახევროდ მოგლიჯილი პროჟექტორი ჩამომხრჩვალივით ერთ მავთულზე ქანაობდა და მორიგეობით აჩენდა ხან პარვით მიმავალი მუტანტების დაგრეხილ ფიგურებს ზამბარებივით რომ იწელებოდნენ და მერე ისევ იკუმშებოდნენ. ხანაც გუშაგების შეშინებულ თვალებს ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ადამიანთა და ურჩხულთა ლანდები. ბლოკპოსტი საკმაოდ მოხერხებულად იყო მოწყობილი. გვირაბების შეერთების ადგილას, იქ სადაც ატომურ ომამდე არც დიდი ხნის მეტრომშენმა კონსტრუქციის მშენებლობა წამოიწყო, მაგრამ დასრულება ვერ მოასწრო. სევასტოპოლსკაიას მოსახლეობას ნამდვილი ციხესიმაგრე აეგო ორი ტყვიან ფრქვევით, სილის ტომრების მეტრნახევრიანი საფრით, ტანკსაწინააღმდეგო ზღარბებითა და შლაგბაუმით, ელექტროხაფანგებითა და სიგნალიზაციით. თუმცა ასეთი დაცვაც კი არასაიმედო ხდებოდა მაშინ, როცა ვამპირები ისე ესხმოდნენ თავს, როგორც იმ დღეს. ცხვირ დასისხლიანებული მეტყვიან ფრქვევე რაღაცას გაურკვევლად ბურტყუნებდა და გაუცებული დაყურებდა თავის გასისხლიანებულ ხელებს. მისი გაჭედილი პეჩენეგის მისი გაჭედილი პეჩენეგის გარშემო კი ჰაერის სიცხისგან თრთოდა. მეტყვიან ფრქვევემ ერთხელაც ამოიოხრა, თავით ჩაემხო თავის მეზობლის ტიტანის ჩაფხუტიანი ძლიერი მებრძოლის მხრებში და მიყუჩდა. წამის შემდეგ წინიდან სულისშემძროლი კივილი გაიცმა. ვამპირები უტევდნენ. ჩაფხუტიანი მებრძოლი ბრუსტვერზე წამოდგა. გასისხლიანებული მეტყვიან ფრქვევე მოიშორა და წინ ავტომატის გაბმული ჯერი მიუშვა. რუხმა საზიზღარმა გლუვმა არსებამ მოკრუნჩხული წინა თათები გაჭიმა და თავდასხმისათვის მოემზადა. ვამპირები წარმოუდგენელი სისწრაფით მოძრაობდნენ. მცირე შანსსაც კი არ უტოვებდნენ ტომრებს ამოფარებულ ადამიანებს, ამიტომ ამ პუნქტში მხოლოდ ძალიან სწრაფი და მოხერხებული გუშაგები მორიგეობდნენ.
გასროლის ხმამ კივილი გადაფარა. 100 კილოიანი მკვდარი ვამპირი მძიმედ დაეცა ბრუსტვერზე და ტომრებს ბუღი აადინა. გონი მორჩა. ჭერში გადაჭრილი მილებიდან მომავალი საშინელ არსებათა ნაკადი მართლაც შეწყდა. გუშაგები ფრთხილად ამოვიდნენ საფრიდან. საკაცები მოიტანეთ და ექიმი გამოიძახეთ. მებრძოლმა, რომელმაც ბოლო ვამპირი მოკლა, ავტომატის ლულას ხიშტი მიამაგრა და აუჩქარებლად დაუყვა ბრძოლის ველზე მკვდრებსა და დაჭრილ ვამპირებს. ეშვებიან ყბებს ჩექმით უსრესდა და სწრაფად და ზუსტად უყრიდა ხიშტს თვალის ბუდეში. შემდეგ დაღლილი ქვიშიან სტომრებს ზურგით მიეყრდნო და გვირაბისკენ გაიხედა. ჩაფხუტი მოიხსნა და მათ არა მოიყუდა. სადგურიდან დამხვარე ძალა მაშინ მოვიდა, როცა ყველაფერი უკვე დასრულებული იყო. პერიმეტრის მეთაურს სამხედრო ბუშლატი გადაეღეღა, მძიმედ სუნთქავდა და თავის იარებს წევლიდა. საიდან მოვუყვანო სამეული? რაზე ლაპარაკობთ, დენის მიხაილოვიჩ? კითხა ერთ-ერთმა გუშაგმა. ისტომინ ითხოვს სასწრაფოდ 3 მზვერავი გავაგზავნოთ სერპუხოვსკაიაზე. ქარავნის გამოღელავს. საიდან მოვუყვანო 3 მზვერავი? ზუსტად ახლა ხომ ქარავნის შესახებ ისევ არაფერი იცმის? არც შემოbrunებულა ისე იკითხა გუშაგმა. არაფერი, მაგრამ არც ისე დიდი დროა გასული. ბოლოს და ბოლოს რა უფრო საშიშია, თუ სამხრეთი არ დავიცავით ერთ კვირაში, მაგ ქარავანს აქ აღარავინ დახვდება. მებრძოლმა უსიტყვოდ დაუქნია თავი. არც მაშინ უპასუხია მეთაურისთვის, როცა მასსა და მის თანამებრძოლებს ბუზღუნით კითხა, ხომ არ ქონდა ვინმე სურვილი სერპუხოვსკაიაზე წამსვლელთა სამეულში მოხალისედ ჩაწერილიყო. არა და იცოდა სადგურის უფროსი მანამ არ მოეშვებოდა პოლკოვნიკს, სანამ ის მოხალისეების სამეულს არ შეადგენდა. სურვილების შეკრება დიდად არ გასჭიროებია მოხუცს. გუშაგთა უმეტესობისთვის იმაზე დიდი საფრთხის წარმოდგენა, რაც ამ ბლოკპოსტზე ხდებოდა, შეუძლებელი იყო. 6 მსურველიდან პოლკოვნიკმა 3 აარჩია, რომლებიც მისი აზრით ახლა ნაკლებად ჭირდებოდა სევასტოპოლსკაიას. ეს სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგან სერპუხოვსკაიაზე გაგზავნილი ამ სამეულიდან უკან ერთიც აღარ დაბრუნებულა. ქარავნის საძებნელად მზვერავთა გაგზავნიდან 3 დღის თავზე პოლკოვნიკს უკვე ეჩვენებოდა, რომ მას ზურგს უკან ჭორავდნენ და ალმაცერად უყურებდნენ. მისი გამოჩენისთანავე ყველაზე ცხარე კამათიც კი ცხრებოდა. ყველგან დაძაბული დუმილი სუფევდა და ამ დუმილში ისმოდა უთქმელი მოთხოვნა პოლკოვნიკს აეხსნა და გაემართლებინა თავისი საქციელი. მისი მოვალეობა იყო სევასტოპოლსკაიას თავდაცვითი პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა. ის ტაქტიკოსი იყო და არა სტრატეგი. სწორედ ამიტომაც არ ჰქონდა უფლება ისედაც თითებზე ჩამოსასვლელი ჯარისკაცები ასე მიმოეფანტა და საეჭვო თუ არა უაზრო დავალებებზე გაეგზავნა. 3 დღის წინ პოლკოვნიკი თავისი გადაწყვეტილების ისტორიაში ღრმად იყო დარწმუნებული, მაგრამ ახლა როცა ყოველი შეშინებული გამამტყუნებელი ეჭვიანი მზერა ზურგში ესვებოდა, რწმენა შეერყა. სინამდვილეში ჰანზამდე მისვლასა და უკან დაბრუნებას გზად მოსალოდნელი ბრძოლებისა და დამოუკიდებელ მცირე სადგურებზე გაჩერების ჩათვლით ერთ დღეღამეზე მეტი არ სჭირდებოდა. ესე იგი, პოლკოვნიკი თავის ოთახში ჩაიკეტა. ბრძანა არავინ შემაწუხოსო და დუდღუნით მეასეთ შეუდგა იმის განხილვას, თუ რა შეიძლებოდა მოსულოდათ ვაჭრებსა და მზვერავებს. სევასტოპოლსკაიაზე ჰანზას ჯარის გარდა არავის ეშინოდა. სადგურის შესახებ რამდენიმე მნახველის მიერ მოყოლილი არაერთი ჭორი იმაზე, თუ როგორ უჭირდათ სადგურის მკვიდრთ გადარჩენა, არაკების მოყვარულთა მიერ ატაცებული ამბები მთელ მეტროში ვრცელდებოდა და თავის საქმეს აკეთებდა. მოგვიანებით სადგურის უფროსობაც მიხვდა ასეთი სახელის სარგებელს და თავადვე დაიწყო ხელის შეწყობა. ინფორმატორებსა და მექარავნეებს, მოგზაურებსა და დიპლომატებს ოფიციალურად ჰქონდათ ნება დართული, რაც შეიძლება საშინელი სიცრუე შეეთხზათ სევასტოპოლსკაიას და საერთოდ მთელი ხაზის შესახებ. ხოლო ერთეულებმა თუ იცოდნენ სადგურის ნამდვილი მომხიბვლელობა და მნიშვნელობა. ბოლო წლებში უმეცარმა ბანდიტებმა სულ რამდენჯერმე სცადეს ბლოკპოსტის ძალით გარღვევა, მაგრამ სევასტოპოლსკაიას საბრძოლო მანქანამ ყოველგვარი სირთულის გარეშე მოიგერია დაქსაქსული დანაყოფი. დასაზვერად მიმავალი სამეულს კი მკაფიო ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს. დასაზვერად მიმავალ სამეულს კი მკაფიო ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს და მკაცრად გააფრთხილეს. საფრთხის შემთხვევაში ბრძოლაში არ ჩარეულიყო და რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებულიყო უკან. ასევე საშიში ადგილად ითვლებოდა ნაგორნაია, არც ისეთი საშინელი როგორც ჩერტანოვსკაია, მაგრამ მაინც საკმაოდ სახიფათო და ობედითი და ნახიმოვსკის გამზირი, რომლის ზედა ჩაჭედილი ჰერმეტული ჭიშკარი სრულად ვერ იცავდა სადგურს საზარელი არსებებისგან. სევასტოპოლსკაიას არ უნდოდა გასასვლელების აფეთქება. ნახიმოვსკის ასასვლელებით სტალკერები სარგებლობდნენ.
პროსპექტზე როგორც მას სადგურზე ეძახდნენ, მარტო გასვლას ვერ ამიბედავდა, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა მზვერავთა სამკაციან ჯგუფს იქ მოხეტიალე საშინელი არსებები ვერ მოეგერიებინა. ჩამოინგრა, მიწისქვეშა წყლე მომხეთქა, დივერსია, გამოუცხადებელი ომი ჰანზასთან. ახლა ისტომინს კი არა, მას უნდა გაეცა პასუხი დაკარგული მზვერავების ცოლებისთვის, ქალებისთვის, რომლებიც მიტოვებული ძაღლებივით მოდიოდნენ პოლკოვნიკთან. რათა სევდიანად ჩაეხედათ მის თვალებში და იმედი და სიმშვიდე ეპოვათ. მას ყველაფერი უნდა აეხსნა გარნიზონის ჯარისკაცებისთვისაც, რომლებსაც ჯერ კიდევ ჯეროდათ მისი და ზედმეტ შეკითხვებს არ სვამდნენ. უნდა დაემშვიდებინა აღელვებული თანასადგურელები, საღამოობით სამუშაოს შემდეგ რომ იკრიბებოდნენ სადგურის საათთან, რომელზეც ქარავნის გასვლის დრო დაინიშნეს. სადგურის უფროს ისტომინს ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ეკითხებოდნენ სადგურზე განათების შემცირების მიზეზს და მოითხოვდნენ ნათურები ისევ ძველებურად გაეჩახჩახებინათ. სინამდვილეში ნათურები ძველებურად ანათებდა. წყდიადი სადგურზე კი არა ადამიანების სულში გროვდებოდა. სერპუხოვსკაიასთან სატელეფონო კავშირის აღდგენა ვერ ხერხდებოდა. პოლკოვნიკმა ისევე როგორც სევასტოპოლსკაიას ბევრმა სხვა მკვიდრმა დაკარგა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებთან სიახლოვის განცდა. სანამ კავშირგამმავლობა მუშაობდა, სანამ ქარავანი რეგულარულად დადიოდა, სევასტოპოლსკაიას ნებისმიერ მკვიდრს თავისუფლად შეეძლო სადგურის დატოვება. ყველა მიცოდა, რომ მათი სადგურიდან 5-ოდე გადასასვლელის იქით იწყებოდა ნამდვილი მეტრო, ცივილიზაცია. ალბათ ასე სჯეროდათ ოდესღაც არქტიკაში ჩაკარგულ პოლარელებს, რომლებიც სამეცნიერო ინტერესებისა თუ მაღალი ანაზღაურების გამო ნებაყოფლობით მიდიოდნენ და თვეობით ებრძოდნენ ყინვასა და მარტოობას. ცივილიზაციამდე რამდენიმე 1000 კილომეტრია, მაგრამ ის მაინც სადღაც აქვეა, გვერდით, სანამ რადიო მუშაობს, ხოლო თვეში ერთხელ თვითმფრინავების გუგუნი მოისმის, რომლებიც პარაშუტებით კონსერვების ყუთებს ყრიან. დრო გადიოდა. პოლკოვნიკმა თანდათან დაიჯერა, რომ სერპუხოვსკაიაზე გაგზავნილ მზვერავებს ვეღარასოდეს ნახავდა, თუმცა ვერ ბედავდა პერიმეტრის დაცვიდან კიდევ მოეხსნა სამი მებრძოლი და ამბის გასაგებად გაეშვა უცნობი საფრთხის ან უეჭველი სიკვდილის პირისპირ. მეორე მხრივ არც ჰერმეტული ჭიშკრების დაშვებას, სამხრეთის გვირაბების გადაკეტვას და დიდი დამრტყმელი რაზმის მობილიზებას ჩქარობდა. დაბნეული ნატრობდა გამოჩენილიყო ვინმე, ვინც მის ნაცვლად მიიღებდა გადაწყვეტილებას, თუნდაც მცდარს. პერიმეტრის მეთაურმა ამოიოხრა, კარი ოდნავ გამოუაღო, ქურდულად მიმოიხედა და გუშაკს დაუძახა. სიგარეტი ხომ არა გაქვს? იცოდეს ბოლოა და როგორც არ უნდა გეხვეწო, მეტი აღარ მომცე და სიტყვაც არავისთან დაგწდეს. ნადიამ ჩასკვნილმა და ლაქლაქა ქალმა თივთიკის თავსაფრითა და ჭუჭყიანი წინსაფრით ხორცითა და ბოსტნეული სავსე ცხელი ქვაბი მოიტანა და გუშაგებიც გამოფხიზლდნენ. კარტოფილი, კიტრი და პამიდორი აქ ნამდვილ დელიკატესებად მიიჩნეოდა. სევასტოპოლსკაიას გარდა ბოსტნეულით გამასპინძლება წრიული ხაზისა და პოლისის 2-ოდე რესტორანს თუ შეეძლო და იმიტომ კი არა რომ შემორჩენილი თესლების გასახარებლად სასათბურე პირობები არ იყო, არამედ იმიტომ რომ ჯარისკაცთა მენიუს გასამრავალფეროვნებად კილოვატობით ელექტროენერგიის ხარჯვა არც ერთ სადგურს არ უღირდა. ბოსტნეული მეთაურთა სუბრაზეც კი მხოლოდ დღესასწაულებზე ხვდებოდა. მას ძირითადად ბავშვებისთვის იმეტებდნენ. ისტომის დიდი ძალისხმევა დასჭირდა მზარეულების დასარწმუნებლად. მებრძოლების მენიუში ღორის ხორცთან ერთად მოხარშული კარტოფილი და თითო პამიდორი დაემატებინა. მისმა დაჟინებამ გაამართლა. ნადიას გამოჩენისთანავე გუშაგებს სახეები ებადრებოდა და დაკარგული ქარავნისა და დაგვიანებული მზვერავების შესახებ მომაბეზრებელი საუბრის სრულიც უცებ უქრებოდათ. მთელი დღეა კომსომოლსკაიაზე ვფიქრობ, ამოიოხრა მეტროპოლიტენის დაბამბულ ქურთუქში გამოწყობილმა ჭაღარა მოხუცმა, რომელიც კარტოფილს თავის ალუმინის ჯამში ფწქნიდა. ნეტავ იქ მომახვედრა და ერთხელაც მანახა იქაური მოზაიკა. მოსკოვის ყველაზე ლამაზი სადგურია. მოიცარა ჰომეროს, ეგ შენ გგონია ეგრე, რადგან იქ ცხოვრობდი და გიყვარს ეგ სადგური. მაშინვე შეეკამათა გაუპარსავე მსუქანი მოხუცი, რომელსაც ყურებიანი ქუდი ჩამოემხო თავზე. ნოვოსოლობოდსკაიას ვიტრაჟებზე და მაიაკოვსკაიას ჰაეროვან სვეტებსა თუ ფრესკებით მოხარშულ ჭერზე რაღაც სიტყვი. მე რევოლუციის მოედანი უფრო მომწონდა. მორცხვა აღიარა ასაკოვანმა და მორცხმა სნაიპერმა. ვიცი რომ სისულელია, მაგრამ ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ამ სადგურზე, მკაცრ მატროსებსა და ფრინავებზე.
ძაღლებიან მესაზღვრეებზე. რატომ არის სისულელე? ძალიანად სიმპათიური კაცები არიან ბრინჯაოში ჩამოსხმული, მხარი აობა ნადიამ, რომელიც ქვაბის ძირს ფხეკდა. ეი ბრიგადირო, უახშმოდ არ დარჩე. მაღალი ხარბეჭიანი მებრძოლი, რომელიც მანამდე განმარტოებით იჯდა, აუჩქარებლად მიუახლოვდა კოცონს, თავისი წილი ვახშამი აიღო და თავის ადგილს დაუბრუნდა, გვირაბთან ახლოს. სადგურზე გამოდის ხოლმე? ჩურჩულით იკითხა მსუქანმა და თავის სიბნელეში ჩაძირული ზურგისკენ ანიშნა. თავით სიბნელეში ჩაძირული ზურგისკენ ანიშნა. კვირაზე მეტი აქედან ფეხი არ გაუდგამს. ჩურჩულითვე უპასუხა სნაიპერმა. საძილე ტომარაში ათენებს. რა ნერვები აქვს? 3 დღის წინ როცა ვამპირებმა კინაღამ რინატი დაგლიჯეს, დადიოდა და ამოწმებდა ყველა ნამდვილად მკვდარი იყო თუ არა. თავისი ხელით დახოცა დაჭრილები. ჩექმები და ავტომატი სულ სისხლიანი ჰქონდა. თვითონ კი კმაყოფილი იყო. ადამიანი კი არა მანქანაა. ჩაიბურტყნა, აყლაყუდა მეტყვიან ფრქვევამ. მის გვერდით ძილისაც კი მეშინია. გინახავს რა აქვს სახეზე? თვალებში ვერ უყურებ. მე კი პირიქით მხოლოდ მის გვერდით ვგრძნობ თავს შვიდად. მხრები აიჩეშა მოხუცმა ჰომეროსმა. რას გადაეკიდეთ? კარგი ადამიანია, უბრალოდ დასახიჩრებულია. სილამაზე სადგურებზია მნიშვნელოვანი. შენი ნოვოსლობოდსკაია კი სხვათა შორის უგემოვნო სადგურია. ფხიზელი თვალით მისი ვიტრაჟების ყურება შეუძლებელია, მომინდომა ვიტრაჟები. და ჭერზე კოლმეურნების თემაზე შესრულებული მოზაიკა არა უგემოვნო? კი, მაგრამ კომსომოლსკაიაზე სად ნახე მსგავსი რამ? კარგი, რა მთელი საბჭოთა ხელოვნება ან კოლმეურნეობაზეა, ან გმირ მფრინავებზე, გაბრაზდა მსუქანი. აბა, სერიოზა, შენ მფრინავებს თავი დაანებე, გააფრთხილა სნაიპერმა. კომსომოლსკაიაც ნაგავია და ნოვოსლობოდსკაიაც, გაისმა დაბალი ყრუხმა. მოულოდნელობისგან მსუქანს სიტყვა ყელში გაეჩხირა და ბრიგადირს მიაჩერდა. დანარჩენებიც მაშინვე მიყუჩდნენ. ის თითქმის არასდროს მონაწილეობდა მათ საუბარში. პირადად მისთვის დასმულ შეკითხვებსაც კი ან ძალიან მოკლედ პასუხობდა, ან სულაც უპასუხოდ ტოვებდა. ასე ზურგით იჯდა მათკენ და თვალს არაშორებდა გვირაბს. კომსომოლსკაიაზე თაღები ძალიან მაღალია. სვეტები კი წვრილი. მთელი პლატფორმა გზებიდან იცხრილება. როგორც ხელის გულზე ისე ჩანს. გადასასვლელების გადაკეტვაც საკმაოდ რთულია. ნოვოსლობოდსკაიაზე კი კედლები ისეა დაბზარული, ერთი ხელყუმბარაც კი ეყოფა მთელი სადგურის მიწასთან გასწორებას. აღარც ვიტრაჟები არსებობს. კარგა ხანია დაიმსხვრა. შეპასუხება ვერ ამიგაბედა. ბრიგადირმა კი მცირე პაუზის შემდეგ დაამატა. სადგურზე მივდივარ, თან ჰომეროსი მიმყავს. ცვლა 1 საათში შეიცვლება. ბრიგადირობას არტური გასწევს. სნაიპერი რატომღაც წამოხდა და თავი დაუქნია, თუმცა ეს ბრიგადირს არ დაუნახავს. მოხუცის წამოდგა და ფაცხაფუცხვით შეუდგა მიმოფანტული ბარგი ბარხანის ზურგჩანთაში ჩაყრას. თავისი წილი კარტოფილის შეჭმა აღარ გახსენებია. მებრძოლი კოცონთან თელი სალაშქრო აღჭურულობით ჩაფხუტითა და დიდი ზურგჩანთით მივიდა. წარმატებას გისურვებთ. სნაიპერმა გაყინული ხელების ფშვნეტით გააყოლა თვალი განათებულ გადასარბენზე მიმავალ ორ ფიგურას. ძლიერ ბრიგადირსა და გამხდარ ჰომეროს და განკარგულება გასცა გონი აცივდა, ნახშირი მიამატეთ. ბრიგადირს მთელი გზა ხმა არ ამოუღია, მხოლოდ დააზუსტა მართლა მემანქანის თანაშემწე და ლიანდაგების დარაჯი იყო თუ არა ადრე ჰომეროსი. მოხუცმა ეჭვით შეხედა, თუმცა უარყოფა არ უცდია. სევასტოპოლსკაიაზე ყველას ეუბნებოდა მემანქანე ვიყავიო. ლიანდაგების დარაჯობაზე კნინცაც არავისთან ზძრავდა. ღირსეულ სამსახურად არ მიაჩნდა. ბრიგადირი დარაჯებს ცივად მიესალმა და სადგურის უფროსის კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდა. თმაბურძგული დაბნეულიისტომინი და პოლკოვნიკი გაკურებულები წამოდგნენ და მოსულს მიეგებდნენ. ჰომეროსმა შესვლა ვერ გაბედა, ზღურბზე შეჩერდა. ბრიგადირმა ჩაფხუტი მოიხადა, პირდაპირისტომინის ფურცლებს დააგდო და გადაპარსულ თავზე ხელი გადაიცვა. ნათურის შუქზე ახლა უკვე კარგად ჩანდა მისი დამახინჯებული სახე. მარცხენა ლოყა თითქმის თლიანად დამწვარი ჰქონდა, თვალი წვრილ ნაპრალად ქცეოდა. ყურებიდან ტუჩის კუთხეებამდე იისფერი ნაწიბური გაზრდებდა. ჰომეროსი, რომელიც წესით უკვე შეჩვეული უნდა ყოფილიყო ამ სახეს, ახლაც როგორც პირველი შეხვედრისას კანკალმა აიტანა. პირადად წავალ წრიულზე, პირდაპირ საქმეზე გადავიდა ბრიგადირი. სალამი არც გახსენებია. ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. ჰომეროს ადრეც სმენოდა, რომ ბრიგადირს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა სადგურის ხელმძღვანელობასთან. ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ის შეუცვლელი მებრძოლი იყო. ახლა კი მიხვდა, რომ დაზვერვის ბრიგადირი საერთოდ არ ემორჩილებოდა ხელისუფლებას.
აი ახლაც თითქოს ამ ორი ასაკოვანი დაღლილი კაცის თანხმობას კი არ ელოდებოდა, არამედ ბრძანებას აძლევდა მათ და ამ ბრძანების უსიტყვოდ შესრულებას ითხოვდა. ჰომეროსმა უკვე მერამდენად გაიფიქრა, ვინ არის ეს კაცი? პერიმეტრეს მეთაურმა სადგურის უფროსს გადახედა, თითქოს შეკამათებაც დააპირა, მაგრამ ხელი უსიტყვოდ ჩაიქნია. როგორც გენებოს ჰანტერ, აზრს მაინც ვერავინ შეგაცვლევინებს. დაბრუნება მეორე თავი. ზღურბლზე მოკრძალებით მდგარი მოხუცი გაფაციცებული უსმენდა. ეს სახელი უფრო სწორად მეტსახელი სევასტოპოლსკაიაზე აქამდე არასდროს გაეგონა. თუმცა თავადაც ხომ მეტსახელით მოიხსენიებდნენ ნიკოლაი ივანოვიჩს. ნიკოლაი ივანოვიჩს აღარავინ ეძახდა და ისტორიებისა და ამბებისადმი დაუცხრომელი სიყვარულის გამო ძველი ბერძენი მითოლოგიის სახელით მიმართავდნენ. თქვენი ახალი ბრიგადირი, ასე წარუდგენია მხარბეჭიანი და მძიმე ჩაფხუტიანი ახალმოსული პოლკოვნიკმა დაბღორილ გუშაგებს. ახალმოსულმა მათი ცნობის მოყარე მზერა არად ჩააგდო და გულგრილად აქცია ზურგი. ჩანდა გვირაბი და გამაგრებები უფრო აინტერესებდა ვიდრე ადამიანები, რომლებიც ჩააბარეს. გასაცნობად მისულებს ხელს მაგრამ უსიტყვოდ ართმევდა. თავის ქნევით იმახსოვრებდა მეტსახელებს და სიგარეტის კვამს სახეში აბოლებდა, რითაც მათთან დისტანციას უსვამდა ხაზს. სახელის კითხვა ვერც მაშინ და ვერც მერე გუშაგებიდან ვერავინ გაბედა. ორი თვის თავზეც უბრალოდ ბრიგადირს ეძახდნენ. ფიქრობდნენ რომ სადგურმა საკმაოდ ძვირი გადაიხადა მის დაქირავებაში და ერთ-ერთი იყო დაქირავებულთაგან, რომლებიც მშვენივრად ცხოვრობენ წარსულისა და სახელის გარეშე. ჰანტერი. ჰომეროსმა უხმოდ გაღეჭა უცნაური სიტყვა და ცალკბად ჩუმად გაიღიმა. შუა აზიურ ნაგაზს უფრო შეეფერება ეს სახელი ვიდრე ადამიანს. ჯერ კიდევ მახსოვს ასეთი ძაღლები, მებრძოლი მოკლე კუდით და ძირში დაჭრილი ყურებით. მაინც საიდან მომდის ეს ყველაფერი თავში? სახელი კი გულში ბევრჯერ რომ გაიმეორა, საოცრად ნაცნობი ეჩვენა. სად გაუგონია? ოდესღაც ალბათ რაღაცამ მოხიბლა და ეს სახელის მისი მეხსიერების ფსკერზე დაილექა. ზედკი სახელწოდებების, ფაქტების, ჭორების, ციფრების სქელი ფენა დაედო. ჭორებისა და არაკების მოყვარული ჰომეროსი უცნობი ადამიანების ცხოვრების უსარგებლო მონაცემებს დიდი მონდომებით ისმენდა და იმახსოვრებდა. ჰანტერი იქნებ ის რეციდივისტია, რომლის სანაცვლოდაც ჰანზამ ჯილდო დააწესა. მოხუცმა საცდელი ქვა ჩააგდო თავისი სკლეროზის ორმოში და ყური მიუგდო. არა, ასწდა. სტალკერი? საველე მეთაური? ახლოსაა. ლეგენდარული? ჰომეროსმა კიდევ ერთხელ გააპარა თვალი ბრიგადირის უემოციო თითქოს პარალიზებული სახისკენ. ეს ზაღლის სახელი ძალიანაც უხდებოდა. ორი კაცი მჭირდება. ჰომეროსაც წავიყვან. მანიც ის აქაური გვირაბები. მოხუცისკენ არც მიუხედავს და არც თანხმობა უკითხავს. კიდევ ერთი ადამიანი თვითონ შეარჩიეთ და გამაყოლეთ. დღესვე წავალთ. ისტომინმა თანხმობის ნიშნად ნაჩქარევად დაუქნია თავი და პოლკოვნიკს გადახედა. დაბღორილმა პოლკოვნიკმა ჩაიბურტყუნა საწინააღმდეგო არაფერი მაქვსო არა და ბოლო დღეების განმავლობაში თავდადებული ებრძოდა სადგურის უფროსს თითოეული მებრძოლის გამო. ჰომეროსისთვის აზრის კითხვას ჩანდა არავინ აპირებდა, თუმცა მას არც უფიქრია შეკამათება. ასაკის მიუხედავად მოხუცი არასოდეს ამბობდა უარს მსგავს დავალებებზე. ამისათვის კი თავისი მიზეზები ჰქონდა. ბრიგადირმა მაგიდიდან თავისი ფუთიანი ჩაფხუტი აიღო და გადასასვლელისკენ დაიძრა. წამით კარში შეყოვნდა და ჰომეროს მიუგდო. ოჯახს დაემშვიდობე, დიდი ხნით მივდივართ. ტყუები არ წამოიღო, მე მოგცემ. მოხუცი უკან დაედევნა იმ იმედით, რომ მოკლედ მაინც გაიგებდა თუ რისთვის უნდა ყოფილიყო მზად ამ ლაშქრობისას, მაგრამ პლატფორმაზე გასული მიხვდა და დევნებას აზრი აღარ ჰქონდა. ჰანტერი თავისი 10 ფართო ნაბიჯით მაინც უსწრებდა. ჰომეროსმა მხოლოდ თავი გადაიქნია და ბრიგადირი მზერით გააცილა. მიმავალ ჰანტერს თავზე ჩაფხუტი არ ეფარა, ან დაავიწყდა, ან უბრალოდ ჰაერი არ ყოფნიდა. შუადღის შესვენებაზე გამოსულ ახალგაზრდა მეღორე გოგონების გუნდს რომ ჩაუარა, მის ზურგს უკან ზიზღით ჩაილაპარაკეს. შეხედეთ, გოგოებო რა მახინჯია. სადიპოვე? ისტომინი ნებიერად გადაწვა სკამზე და ფუმფულა ხელით სიგარეტის დაჭრილი ქაღალდების ყუთს დასვდა. ამბობდნენ, რომ ფოთლებს, რომელსაც ასე სიამოვნებით ეწეოდნენ სადგურზე, სტალკერები ზემოთ ბიტცევსკის პარკის სიახლოვეს აგროვებდნენ. ერთხელ პოლკოვნიკმა თამბაქოს კოლოფს ხუმრობით მოატარა დოზიმეტრი და ის მართლაც აციმციმდა. მოხუცმა მაშინვე დაანება თავი მოწევას და ღამღამობით მტანჯოლმა ხველებამაც ნელ-ნელა გაუარა. ისტომინმა კი ფოთლების რადიოაქტიურობის დაჯერებაზე უარი თქვა და
დენის მიხაილოვიჩიც დაამშვიდა. მეტროში მეტნაკლებად ყველაფერი ანათებსო. ძველი ნაცნობობა უხალისოდ უპასუხა პოლკოვნიკმა. ადრე ასეთი არ იყო, რაღაც დაემართა. მისი ფიზიონომიიდან გამომდინარე ნამდვილად რაღაც დაემართა. ჩაიფუკუნა უფროსმა, მაგრამ გასასვლელისკენ მაინც გაიხედა. ვაი თუ ჰანტერი შეყომდეს და ყველაფერი გაიგონოსო. წარსულის ცივი ბურუსიდან მოულოდნელად და უცნაურად დაბრუნებული ბრიგადირი გამოჩენისთანავე პერიმეტრის მთავარ დასაყრდენად იქცა. ასე რომ თავდაცვითი პერიმეტრის მეთაურს მიუხედავად იმისა, რომ მისი დაბრუნებისა ჯერაც არ სჯეროდა, საწუწუნო ნამდვილად არაფერი ჰქონდა. ცნობა ჰანტერის საშინელი და უცნაური დაღუპვის შესახებ მთელ მეტროში ჯერ კიდევ 1 წლის წინ გავრცელდა. 2 თვის წინ კი შუაღამისას პოლკოვნიკს მოულოდნელად გამოეცხადა. მკვდრეთით ანგლდგარს ისე ადვილად და შეუმჩნევლად გადაელახა ბლოკპოსტები, თითქოს ადამიანი კი არა უხილავი მოჩვენება ყოფილიყოს. სანამ კარს გაუღებდა, პოლკოვნიკმა პირჯვარი გადაიწერა. კარის დაორთქლილ ჭუჭრუტანაში ნამდვილად ნაცნობი პროფილი ჩანდა. ხარივით სქელი კისერი, აპრიალებული შუბლი, ოდნავ ჩაჭყლეტილი ცხვირი, ღამის სტუმარი გვერდულად იდგა და თავდახრილი მიშტერებოდა იატაკს. პოლკოვნიკმა საყვედურით გახედა გახსნილი არყის ბოთლს, რომელიც მაგიდაზე იდგა, ამოიოხრა და ურდული გადასწია. კოდექსი ავალდებულებდა დახმარებოდა თავისიანს განურჩევლად იმისა, ცოცხალი იყო ის თუ მკვდარი. ჰანტერმა მხოლოდ მაშინ მოაშორა მზერა იატაკს, როდესაც კარი გაიღო და მაშინვე ცხადი გახდა, რატომაც მალავდა მოსული სახის მეორე ნახევარს. პოლკოვნიკსაც კი, რომელსაც ყველაფერი ენახა მცხოვრებაში და რომლისთვისაც სევასტოპოლსკაიას გარნიზონის ხელმძღვანელობა უწყინარი საპატიო პენსია იყო, მის დანახვაზე სახე დაემაჭა, თითქოს მდუღარე გადაასხესო. შემდეგ კი თავი ვეღარ შეიკავა და დამნაშავესავით გაიცინა. სტუმარს არც კი გაღიმებია, საშინელი იარები თითქოს შეხორცებოდა კიდეც, მაგრამ ძველი ჰანტერისა თითქმის აღარაფერი შერჩენოდა. ჰანტერმა კატეგორიული უარი თქვა, აეხსნა თავისი სასწაულებრივი გადარჩენა და შემდეგ გაუჩინარება. პოლკოვნიკის არც სხვა შეკითხვებს უპასუხა. მოხუცს მხოლოდ ძველი ვალი შეახსენა და სთხოვა მისი დაბრუნების შესახებ არავისთვის მოეყოლა. დენის მიხაილოვიჩი იძულებული გახდა უარი ეთქვა ვალდებულებაზე, შეეტყობინებინა უფროსობისთვის, თუმცა ფრთხილად გაიკითხა ჰანტერის შესახებ და პასუხად მიიღო, რომ მისი სტუმარი არაფერში იყო გარეული. მთელ მეტროს კარგა ხნის გამოტირებული ჰყავდა და აღარც აღარავინ ეძებდა. მართალია ცხედარი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ რომ გადარჩენილიყო აუცილებლად გამოჩნდებოდა. დაარწმუნეს პოლკოვნიკი და ისიც მაშინვე დაეთანხმა უფროსობის მოსაზრებას. ჰანტერი არც მასზე შეთხზული ათეულობით მითისა თუ ლეგენდის გაქარწყლებას ცდილობდა. ჩანდა ეს როლი სავსებით აკმაყოფილებდა. თამაში დენის მიხაილოვიჩიც ახვა, რომელსაც მშვენივრად ახსოვდა თავისი გაუსტუმრებელი ვალები. სხვების თანდასწრებით ჰანტერით არ მიმართავდა, მხოლოდ ისტომინს გამომხილა საიდუმლო, მაგრამ დეტალების გარეშე. ისტომინისთვის ჰანტერის წარსული სულ ერთი იყო. მთავარი იყო ის, რომ ბრიგადირი დღედაღამე სამხრეთის გვირაბს იცავდა. სადგურზე თითქმის არასოდეს ჩნდებოდა, კვირაში ერთხელ თუ მოდიოდა დასაბანად. მიზეზი ამ ჯოჯოხეთში რაც აკავებდა, დევარს გაურბოდა თუ სხვა საბაბი ჰქონდა, ისტომის, რომელიც უარს არასოდეს ამბობდა ბნელი წარსულის მქონე ლეგიონერების დამალვაზე, ეს სრულებით არ აწუხებდა. მთავარი იყო ახალ მოსულს ბრძოლა შეეძლო. მეთაურის ქედმაღლობით უკმაყოფილო გუშაგებმა პირველივე ბრძოლის შემდეგ შეწყვიტეს მასზე ბუზღუნი და ჭორაობა. ნახეს თუ როგორ თანმიმდევრულად, გონივრულად და არაადამიანური გატაცებით ანადგურებდა ყველაფერს და ყოველმა მათგანმა სათანადო დასკვნა გამოიტანა. უკარება ბრიგადირთან დამეგობრება აღარავის უცდია. უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მის სუსტი და ყრუხმით გაცემულ ბრძანებებს. იყო ამ ხმაში რაღაც ჰიპნოზური, რომელსაც სადგურის უფროსიც კი მორჩილად უკრავდა თავს, როცა ჰანტერი მას მიმართავდა. ჰანტერის განცხადების მერე ბოლო დღეებში ისტომინის კაბინეტში ჰაერი შემსუბუქდა, თითქოს ახლახან გადაიარა ჭექაქუხილმა. საკამათო აღარაფერი იყო, ჰანტერზე უკეთესი მებრძოლი არ არსებობდა. ოპერაციის სამზადის შეუდგე? პირდაპირ შესთავაზა პოლკოვნიკმა, რადგან იცოდა, რომ სადგურის უფროსი ამაზე ლაპარაკს მაინც დაიწყებდა. 3 დღეღამე უნდა გეყოს. თვალმოჭუტულმა ისტომინმა სანთბელა გაატკაცუნა. მეც ვერ დაველოდებით. როგორ ფიქრობ, რამდენი ადამიანი დაგჭირდება? ერთი დამტყველი რაზმი უკვე ბრძანებას ელოდება. სხვა რაზმს მივხედავ, სადაც კიდევ 20 ადამიანია. პოლკოვნიკმა თავი გაიქნია გასასვლელისკენ. თუკი ზეგ მართგან ვერაფერს შევიტყობთ, საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადე.
ისტომინმა წარბები აკაჩა და უსიტყვოდ მოკაჩამ თვითნაკეთი სიგარეტი. დენის მიხაილოვიჩმა მაგიდაზე მიმოყრილი დასრული ფურცლები მოხვეტა, მაგიდისკენ დაიხარა და საიდუმლო სქემის ხაზვა დაიწყო. წრეებში სახელებსა და გვარებს წერდა. მობილიზაცია. სადგურის უფროსი ჭაღარა თავს ზემოთ პოლკოვნიკის ზურგს უკან დაკიდებული სიგარეტის ნაცრისფერ კვამში გახვეულ მეტროს დიდ სქემას უყურებდა, რომელზეც ისრებით სამხედრო ძალების სწრაფი გადასხმა, წრეებით ალყა, ვარსკვლავებით ბლოკპოსტები, ხოლო ძახლის ნიშნებით აკრძალული ზონები იყო დატანილი. შენიშვნებით აჭრელებული, გაყუთრებული და გაქონილი სქემა უკანასკნელი ათწლეულის მატიანე იყო. ამ 10 წლიდან ერთ დღესაც კი არ ჩაუვლია მშვიდად. სევასტოპოლსკაიადან ქვემოთ სამხრეთისკენ ნიშნები აღარ იყო. რამდენადაც ისტომის ახსოვდა, იქიდან უკან არასდროს არავინ დაბრუნებულა. გრძელი ქვემოთ მიმავალი დატოტვილი ხაზი ხელუხლებელი რჩებოდა. სერპუხოვსკაიას ხაზის დაპყრობა სევასტოპოლსკაიას ძალებს აღემატებოდა. აქ დასხივებისგან უკბილოდ დარჩენილი მთელი მოსახლეობის გაერთიანებაც კი არ იქნებოდა საკმარისი. გაურკვევლობის თეთრი ნისლი ახლა უკვე ჰანზადსა და ცივილიზაციისკენ მიმავალ განშტოებასაც ფარავდა. ვისაც პოლკოვნიკი მეორე დღეს ბრძოლისთვის მომზადებას დაავალებდა, უარს არავინ იტყოდა. გადასარჩენად 20 წლის წინ დაწყებული ომი სევასტოპოლსკაიაზე არც ერთი წუთით არ შემწყდარა. როდესაც სიკვდილის გვერდით ცხოვრობ, შიში ადგილს უთმობს გულგრილობას, ფატალიზმს, ცრურწმენებს, თილისმებს და ცხოველურ ინსტინქტებს, მაგრამ ვინც ის რა ელოდა წინ ნახიმოვსკის გამზირსა და სეპერპუხოვსკაიას შორის. ვინც ის საერთოდ იყო კი შესაძლებელი ამ საიდუმლო ბარიერის გადალახვა, ან იყო კი იქ გასასვლელი? ისტომინმა სერპუხოვსკაიაზე თავისი ბოლო ვიზიტი გაიხსნა. საბჭორო დახლები, მაწანწალების გასაშლელი საწოლები და ძველი შირიმები, რომელთა უკანაც შედარებით შეძლებულ მცხოვრებლებს ეძინათ. ამ სადგურზე არაფერს აწარმოებდნენ, არც სათბურები ჰქონდათ და არც საღორეები. სერპუხოვსკაიას ქურდი და მკვირცხლი მოსახლეობა თავს ჩარჩობით ირჩენდა. ყიდდნენ დაგვიანებული მექაარავნებისგან კაპიკებად ნაყიდ ჩაწოლილ საქონელს და ისეთ საქმეებს ჩარხავდნენ, რაც სხვა სადგურებზე კანონით ისჯებოდა. ეს სადგური კი არა, ჰანზაზე ამოზრდილი პარაზიტი სოკო იყო. წრიული ხაზის თანამეგობრობის მდიდარი სადგურები თავისი გერმანული ორეულის მსგავსად ჰანზად წოდებული ბარბაროსობასა და გაჭირვებაში ჩაფლულ მეტროში ცივილიზაციის ერთადერთ საყრდენად რჩებოდა. ჰანზა კი ყველაზე ღარიბ პატარა სადგურებზეც კი, ვისაც კი პასპორტში ჰანზას მოქალაქეობის საოცნებო ბეჭედი ერტყა, ჰანზა იყო ერთადერთი რეგულარული ჯარი და გარანტირებული პურის ნაჭერი. ჰანზას პასპორტში შავ ბაზარზე ძალიან ძვირი ღირდა და ყალბი ჰანზას პასპორტი შავ ბაზარზე ძალიან ძვირი ღირდა და ყალბი პასპორტის მფლობელები სიკვდილით ისჯებოდა. სიმდიდრე და ძალაუფლება ჰანზას თავისი ადგილმდებარეობით წყალობით ჰქონდა. წრიული ხაზი გარს ერტყა რამდენიმე განშტოებას, გადასასვლელი ხაზებით გზას უხსნიდა და აერთიანებდა თითოეულ მათგანს. წვრილ მოვაჭრეებს, რომლებსაც ვედენხადან ჩაი მოჰქონდათ და დრეზინებს, რომლებიც ტყვია წამალს ეზიდებოდნენ ბაუმანსკოეს იარაღის საწყობებიდან. ხელსაყრელი ფასის ძიებაში, ხიფათიან მეტროში ხეტიალს ერჩივნად საქონელი ჰანზას უახლოეს საბაჟო პუნქტში ჩამოეტვირთათ და უკან მალევე გაბრუნებულიყვნენ. დროდადრო ჰანზა მოსაზღვრე სადგურებს იერთებდა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ისინი თავის ნებაზე იყვნენ მიშვებულნი და ჰანზასავე ხელშეწყობით ისეთ საქმეებს ჩარხავდნენ, რომელთა მონაწილეობაში მხილებაც ჰანზას არ აწყობდა. რადიალური ხაზის სადგურები ცხადია მათი ჯაშუშებით იყო სავსე და ჰანზას საქმოსნებს ჰქონდათ შესყიდული, მაგრამ ფორმალურად ისინი დამოკიდებულებას ინარჩუნებდნენ. ერთ-ერთი ასეთი სადგური იყო სერპუხოვსკაია. მისკენ მიმავალ ერთ-ერთ გადასარბენზე სამუდამოდ გააჩერდა მატარებლის შემადგენლობა ისე, რომ უახლოეს სადგურამდე ტულსკაიამდე მისვლა ვერ მოასწრო. ტულსკაიაზე სექტანტები ცხოვრობდნენ, რის გამოც ისტომინის სქემაზე ის უბრალო კათოლიკური ჯვრით იყო აღნიშნული. მატარებელი შავ უდაბნოში ჩაკარგულ პატარა სოფლად იქცა და იქ მისიონერები დასახლდნენ, რომლებიც მეზობელ სადგურებზე ქადაგებდნენ. სექტანტების საწინააღმდეგო ისტომის არაფერი ჰქონდა, მით უმეტეს რომ სევასტოპოლსკაიამდე ღმერთის მოციქულები ვერ აღწევდნენ. სხვა სადგურებზე კი განსაკუთრებით დაბრკოლებებს არავის უქმნიდნენ.
გარდა ამისა არსებობდა ტულსკაიადან სევასტოპოლსკაიასკენ მიმავალი მეორე სუფთა და მშრალი გვირაბიც, რომლითაც მექარავნეები სარგებლობდნენ. ტულსკაიას დასახლება ნელ-ნელა ველურდებოდა და სევასტოპოლსკაიას ჯარისკაცებისა და სერპუხოვსკაიას ვაჭრების დატოვებული ნარჩენებით ირჩენდა თავს. სადგურზე ღმერთისიმადად ცხოვრობდნენ, ზოგი მექანიკურ ჯარს არემონტებდა, ზოგი ჰანზას საზღვარზე მიდიოდა და მთელ დღეს ელოდა დამსაქმებელს. ისტომინმა თვალი ჩააყოლა ხაზს და გაიფიქრა. ტულსკაიაზე ძღარიბულად ცხოვრობენ, მაგრამ მათ თვალებში არ იკითხება სერპუხოვსკაიელების მსგავსი გაიძვერობა, თან იქ მეტი წესრიგიცაა. შემდეგი სადგური ნაგატსკაია მისი უკაცრიელობის ნიშნად ისტომინის სქემაზე პატარა ხაზით იყო აღნიშნული. მართალია იქ მუდმივად ფუსფუსებდა ათასნაირი ბნელი არსება, უკუნეთ სიბნელეში უცხოს მზერას გაურბოდნენ გადახლართული წყვილებიც, მაგრამ დიდხანს არავინ ჩერდებოდა. ზოგჯერ თაღებ ქვეშ მჟუტავი კოცონი ენთო, რომლის გარშემოც გვირაბის ბოროტის სულები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ. ღამის გასათევად აქ მხოლოდ ყველაზე თავზე ხელაღებულები ჩერდებოდნენ. სადგურის სტუმართაგან ყველა ადამიანი როდი იყო. მოჩურჩულ ეწებოვან სიბნელში ზოგჯერ გაიალვებდნენ ნამდვილი ურჩხულები. დრო და დრო დახუთულ ჰაერს აპობდა საშინელი კივილი, ვინმე საცოდავიცა, ვისაც გვირაბში მიათრევდნენ, რომ იქ მშვიდად გაეგლიჯათ. ნაგატსკაიაზე შეჩერებას ვერც მაწანწალები ბედავდნენ. აქაურობას სევასტოპოლსკაიას თავდაცვით საზღვრამდე პირობითად არავის ტერიტორია ერქვა. სინამდვილეში კი ჰყავდა პატრონი, რომელთან შეხვედრასაც სევასტოპოლსკაიას გამოცდილი მზვერავებიც კი გაურბოდნენ. ბოლო ხანებში დაბუდული რაღაც სრულიად უცხო და ახალი შთანთქავდა ყველას, ვინც კი ძველი და თითქოს კარგად შესწავლილი მარშრუტის გავლას შეეცდებოდა. მთელი სადგურის საბრძოლო ძალა და იარაღი თუ ეყოფოდა ამ ძალასთან გამკლავებას. ისტომინი მძიმედ წამოდგა სკამიდან, რუკასთან მივიდა და ფაქრით შემოხაზა მონაკვეთი სერპუხოვსკაიადან ნახიმოვსკის გამზირამდე. გვერდით კი დიდი კითხვის ნიშანი მიუწერა. უნდოდა კითხვის ნიშანის სიტყვა გამზირის გვერდით დაესვა, მაგრამ ზუსტად სევასტოპოლსკაიას გასწრუკი გამოუვიდა. სევასტოპოლსკაია ერთი შეხედვით უკაცრიელი ჩანდა. პლატფორმაზე არსად იყო სამხედრო კარვები. ჭიანჭველების ბუდეები ვით მოჩანდა მხოლოდ ქვიშიანი ტომრებით მოწყობილი და სუსტად განათებული რამდენიმე სანგარი. საბრძოლო პოზიციები ცარიელი იყო, ხოლო ღარიბულ კუთხოვან სვეტებს მტვრის სქელი ფენა ედო. აქ ყველაფერი ისე მოეწყოთ, რომ უცხო თვალს სადგური დიდი ხნის წინ მიტოვებული ჰგონებოდა. მაგრამ თუ დაუპატიჟებელი სტუმარი მაინც გადაწყვეტდა ცოტა ხნით შეჩერებას, აქ შეიძლება სამუდამოდაც დარჩენილიყო. კახოვსკაიას საზღვარზე დღედაღამ მორიგეობდნენ მეტყვიამფრქვევები და სნაიპერები. განგაშისას სუსტი ნათურების ნაცვლად ჭერში ვერცხლის წყლის მჭახე სანათები ინთებოდა და გვირაბის სიბნელეს მიჩვეულ ადამიანებსა და ურჩხულებს თვალებს სწვავდა. პლატფორმა სევასტოპოლსკაიას ბოლო და საკმაოდ კარგად გააზრებული თავდაცვითი საზღვარი იყო. საცხოვრებელი სიღრმეში პლატფორმის ქვეშა კოლექტორებში განეთავსებინათ. გრანიტის ფილების ქვეშ უცხო თვალისაგან შეუმჩნეულ ადგილას რამდენიმე უჯრედად დაყოფილი კიდევ ერთი სართული იყო, რომელიც ფართობით მთავარ დარბაზს არ ჩამოუვარდებოდა. კარგად განათებული მშრალი და თბილი ოთახები, ჰაერისა და წყლის გამწმენდი აპარატები, ჰიდროპონიკური სათბურები. ხალხს რაც უფრო ღრმად იმალებოდა მიწაში, მით უფრო ეუფლებოდა სიმყუდროვისა და უსაფრთხოების შეგრძნება. ჰომეროსმა იცოდა, რომ გადამწყვეტი ბრძოლა მას არა ჩრდილოეთის გვირაბში, არამედ შინ ელოდა. მიდიოდა ვიწრო დერეფანში და რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა თავის საცხოვრებელს, მით უფრო ანელებდა სვლას. დრო ძალიან ცოტა ჰქონდა. უნდა მოესწრო და კიდევ ერთხელ გაეაზრებინა ტაქტიკა, გაემეორებინა საჭირო რეპლიკები. რა სიზამ? ბრძანებაა. ჩემთვის აზრი არც კი უკითხავთ. კარგი, ასე რატომ ღილავ, ჩემო გოგონა? უბრალოდ სასაცილოა. მე არ მithოვია. არ შემიძლია, რა თქმა უნდა, არ შემიძლია. თავი ავარიდო? ეს ხომ დეზერტირობაა, ბურტყუნებდა თავისთვის. ხან აღშფოთებულის ინტონაციას ირგებდა, ხან კი მოლბებოდა. თითქოს ვიღაცის დაყოლიებას ცდილობდა. თავისი ოთახის ზღურბთან მისულმა ყველაფერი კიდევ ერთხელ ბურტყუნით ჩაარაკრაკა. არა, ცრემლები გარდაუვალი იყო, თუმცა დათმობას არ აპირებდა. გაფხორილმა და საბრძოლოდ მომზადებულმა მოხუცმა კარის სახელური ჩამოსწია. 9.5 კვადრატული მეტრიდან, რომელიც დიდი ფუფუნება იყო და თავის დროზე საერთო საცხოვრებელში 5 წლიანი ცხოვრების შემდეგ მიიღო, 2 კვადრატულ მეტრს ორსართულიანი სამხედრო საწოლი იკავებდა.
ერთ კვადრატულს სასადილო მაგი და ლამაზი გადასაფარებლით, ხოლო 3-ს ჭერამდე აკოკოლავებული ძველი გაზეთები. მარტოს რომ ეცხოვრა, ეს გაზეთების გროვა ერთ მშვენიერ დღეს უთუოდ თავზე დაემხობოდა და დამარხავდა, მაგრამ 15 წლის წინ შეხვდა ქალს, რომელიც მზად იყო არამხოლოდ აეტანა ეს მტვრიანი მაკულატურა ისედაც მოცუცქნ ოთახში, არამედ ფრთხილად გაესწორებინა კიდეც, რომ კერა ქაღალდის პომპეიდ არ გადაქცეულიყო. ქალი მზად იყო ძალიან ბევრი აეტანა. იტანდა კიდეც ოთახის კედლებზე იატაკიდან ჭერამდე შპალერივით აკრულ ამონაჭრებს გაზეთებიდან, საშინელი სათაურებით, შეიარაღებული რბოლა ძალას იკრებს. ამერიკელებმა ახალი რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარი გამოსცადეს. ჩვენი ატომური ფარი ძლიერდება, პროვოკაციები გრძელდება, მოთმინების ფიალა აივსო. იტანდა ღამის თევას ნათურის შუქზე, რადგან ქაღალდებით სავსე ოთახში სინათლის ანთებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ქმრის ნახევრად სახუმარო მეტსახელს, რასაც ჰომეროსი დიდი სიამაყით ატარებდა, სხვები კი მორიდებული ღიმილით იმეორებდნენ. ბევრი სატანა შეეძლო, მაგრამ არა ყველაფრის. შეუძლებელი იყო 60 წლის კაცის ბავშვური სურვილის ატანა. ყოველთვის ქარიშხლის ეპიცენტრში ყოფილიყო, რათა თავისი თვალით ენახა სინამდვილეში რა ხდებოდა ამა თუ იმ ადგილას. არც მისი ქარაფშურტობა იყო ადვილი მოსათმენი, ხელმძღვანელობისგან მიეღო ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე საშიში დავალება. ერთ-ერთი ბოლო დავალების შესრულებისას ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ვერც იმ აზრს შეეგუებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სამუდამოდ დაკარგავდა მას და ისევ მარტო დარჩებოდა. ჰომეროს სამაგიეროდ გააცილებდა თუ არა, მორიგეობა კი კვირაში ერთხელ უწევდა. ისიც მაშინო გადიოდა ოთახიდან და საშინელი ფიქრების თავიდან მოსახშორებლად მთელ დღეებს მეზობლებთან ატარებდა ან მუშაობდა. თუნდაც მისი ცვლა არ ყოფილიყო. მამაკაცული გულგრილობა სიკვდილის მიმართ მას სისულელად, ეგოიზმად და დანაშაულადაც კი მიაჩნდა. შინ სრულიად შემთხვევით დაუხვდა, საგუშაგოდან გამოსაცვლელად შემოერბინა. როცა ჰომეროსმა კარი შეაღო, ქალი შალის ნაქსოვს ზედას იცვამდა და ასევე გაშეშდა. ღია თაფლისფერ თვალებში შიში ჩაუდგა. ჯერ 50 წლისაც არ იყო, მაგრამ აჩეჩილი და საკმაოდ ჭაღარა თმა ასაკს მატებდა. კოლია, რა მოხდა? დღეს ხომ მორიგი ხარ? ჰომეროსმა გადაიფიქრა გამგზავრების შესახებ, მაშინვე ეთქვა და მიღებული გადაწყვეტილების გამხელა ვახშმისთვის გადადო. ტყუილი არც გაბედო, ქალმა მისი დაბნეული მზერა დაიჭრა. ლენ, ისეთი საქმეა, ენა დაება ჰომეროს. ხომ, არავინ, ელენას სიტყვა გაუწდა, ვერ გაბედა, ეხსენებიდან სიტყვა მოკვდა. თითქოს შეეშინა, რომ ეს საშინელი სიტყვა წარმოთქვისთანავე ხორცს შეიცხამდა. არა, საჩქაროდ იუარა ჰომეროსმა და მშრალად დაუმატა. უბრალოდ ადრე გამომიშვეს, რადგან სერპუხოვსკაიასკენ მიშვებენ. მაგრამ იქ ენა დაება ელენას. იქ ხომ უკვე დაბრუნდნენ? იქ ხომ კარგი რა სისულელია, არაფერიც არაა იქ, გააწყვეტინა ჰომეროსმა. ელენამ უსიტყვოდ აქცია ზურგი, მაგიდასთან მივიდა და გაუაზრებლად გადადგა სამარილე. მერე ასევე გაუაზრებლად მაგიდის გადასაფარებლის ნაკეცი გაასწორა. სიზმარი ვნახე, ჩაახველა უცებ და ყელი ჩაიწმინდა. შენ ყოველთვის ცუდი. ჯიუტად გააგზელა მან და საცუდავად ამოიზუსლუკოდა. კარგი რა, აბა მე რა შემიძლია? ეს ხომ ბრძანება? ჰომეროსი მიხვდა, რომ მთელ მის წინ სამძადის უკვე გახვრეტილი შაურის ფასი ჰქონდა. საცუდავად ლუღლუღებდა და ქალს თითებზე ეფერებოდა. ხო და იცალთვალა თვითონ წავიდეს. წარეცრემნარევი ხმით წამოიძახა ელენამ და ხელი გამოგლიჯა. ის ბერეტიანი ზოლიანი ეშმაკი წავიდეს. რა ენაღლებათ, თვითონ მარტო ბრძანებებს იძლევიან. მთელი ცხოვრება ქალთან კი არა, ავტომატებთან ზინავთ. მაგათ რა ესმით? ქალს როცა ცრემლებამდე მიიყვან, თუ საკუთარ თავს არ გადააბიჯე, სხვანაირად ვერ დაამშვიდებ. ჰომეროს თან რწმენოდა და თან ეცოდებოდა ელენა. განა ასეთი ადგილი იყო, გამტყდარ იყო და დაპირებოდა უარს ვიტყვიო, დაემშვიდებინა, ცრემლები მოეწმინა მისთვის, მერე კი ენანა. ასეთი შანსი რატომ გავუშვი ხელიდანო? იქნებ ეს მისი უკანასკნელი შანსი იყო. ჰომეროს კრენტიც არ დაუძრავს. უკვე წასვლის ოფიცრების შეგროვებისა და მათთვის ინსტრუქტაჟის ჩატარების დრო იყო, მაგრამ პოლკოვნიკი ისევ ისტომინი სიგარეტის კვამლით გაბოლილ კაბინეტში იჯდა. სანამ ჩაფიქრებული სადგურის უფროსი რაღაცას ჩურჩულებდა და მეტროს გაქუცულ რუკას თიცაყოლებდა, დენის მიხაილოვიჩი ცდილობდა ჰანტერის გეგმები გამოეცნო. მისი სევასტოპოლსკაიაზე საიდუმლო გამოჩენისა და აქ დასახლების სურვილის უკან მხოლოდ ერთი რამ შეიძლებოდა მდგარიყო. ისტომინი მართალი იყო, ჰანტერი ვიღაცას ემალებოდა. ამას ისიც მოწმობდა, რომ ჰანტერი
სადგურზე მუდამ ჩაფხუტით დადიოდა და საგულდაგულოდ მალავდა სახეს. სამხრეთის გვირაბის ბლოკპოსტზე დასახლებით ის ორ კურდღელს იჭერდა. მთელ ბრიგადას სვლიდა და თავადაც შეუცვლელი ხდებოდა. ვისაც უნდა მოეთხოვა მისი გადაცემა და რა ფასიც უნდა გადაეხადა მასში, არც ისტომინი და არც პოლკოვნიკი მის თავს არაფრის დიდებით არავის დაუთმობდნენ. სევასტოპოლსკაია არაჩვეულებრივი თავშესაფარი იყო. აქ უცხოები არ იყვნენ, ხოლო აქაური მექარავნები სხვა ვაჭრებისგან განსხვავებით ბევრს არ ლაყმობდნენ. ამ პატარა სპარტაში ყველაზე მეტად ერთგულება და თავდადებული ბრძოლა ფასობდა. აქ საიდუმლოს ფასიც იცოდნენ. მაშინ რატომ ამბობდა ჰანტერი უარს სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე? რატომ მიდიოდა სალაშქროდ საკუთარი ნებით? ხომ შეეცლებოდა ვინმეს გამოეცნო? ისტომის არასოდეს უყოფოდა გამბედაობა მისთვის ჰანზაზე გამგზავრება დაევალებინა. პოლკოვნიკს რატომღაც არ სჯეროდა, რომ ბრიგადირს მართლადაკარგული მექარავნეებისა და მზვერავების ბედი აღელვებდა. სევასტოპოლსკაიას გადასარჩენადაც ხომ არა სიყვარულის, არამედ მხოლოდ თავისთვის ცნობილი მიზეზის გამო იბრძოდა. იქნებ ეს ყველაფერი სადგურზე მოულოდნელი გამოჩენა, გულჩათხრობილობა, სიჯიუტე, გვირაბში გაშლის საძილე ტომარაში ღამისთევა და ბოლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წასულიყო სერპუხოვსკაიასკენ, რაიმე დიდი მისიის ან ვინმეს დავალების ნაწილი იყო. იქნებ ამიტომაც ითხოვდა არავისთვის გაემხილათ მის შესახებ, მათ თუ არა ვის უნდა გამოეგზავნა ის. პოლკოვნიკი ძლივს მოერია თავს, რომ ისტომინის თვითნაკეთ სიგარეტზე უარი ეთქვა. არა შეუძლებელია ჰანტერი ორდენის ერთ-ერთი საყრდენი? ადამიანი, რომელსაც ათეულობით, შეიძლება ასეულობით ადამიანიც და მათ შორის თვითონ დენის მიხაილოვიჩიც სიცოცხლეს უნდა უმადლოდეს, იმ ადამიანს ეს არ შეეძლო, მაგრამ არის კი საიქიოდან დაბრუნებული ჰანტერი ის ადამიანი? თუ მართლაც ვინმეს დავალებას ასრულებდა, ხომ შეიძლებოდა უცებ რაიმე სიგნალი მიიღო? იქნებ შეიარაღებული ქარავანისა და სამი მზვერავის გაუჩინარებაც შემთხვევითობა კი არა, კარგად დაგეგმილი ოპერაციის ნაწილია. ეს თუ ასია, მაშინ რა წვლილი მიუძღვის თავად ბრიგადირს? პოლკოვნიკმა ძლიერად გაიქნია თავი, თითქოს მიწებებული და უცებ გაბერილი წურბელების მოშორებას ცდილობს. როგორ შეუძლია ასე იფიქროს ადამიანზე, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა? ჰანტერი ხომ პატიოსთან ემსახურებოდა სადგურს და ეჭვის არანაირი საბაბი არ მიუცია მისთვის. დენის მიხაილოვიჩმა საკუთარ თავს აუკრძალა, ფიქრშიც კი არ ეწოდებინა მისთვის ჯაშუში ან დივერსანტი. მოდი ჩაი დავლევთ და წავალ მერე ბიჭებთან. კეთილად წარმოთქვა, მან და თითები გაატკაცუნა. ისტომინი რუკას მოშორდა და პოლკოვნიკს დაღლილმა გაუღიმა. ხელი წაიღო თავისი ძველი ციფერბლატიანი ტელეფონისკენ, რომ მორიგე გამოეძახა, მაგრამ მოულოდნელად ტელეფონი თვითონ აწკრიალდა და ორივე შეახტუნა. ეს ხმა უკვე ერთი კვირა იყო არ გაეგონათ. მორიგე რაიმეს მოსახსენებლად კარზე აკაკუნებდა. სადგურიდან უფროსთან დაკავშირება კი მის გარდა არავის შეეძლო. ისტომინი გისმენთ, ფრთხილად წარმოთქვა სადგურის უფროსმა. ვლადიმერ ივანოვიჩ, ტულსკაიაა ხაზზე. ნაჩქარევად და ყრუდ მოახსენა ტელეფონისტმა. ძალიან ცუდად ისმის, მგონი ჩვენები არიან, მაგრამ კავშირი სასწრაფოდ შეაერთე, დაიღრიალა უფროსმა და მუშტი ისე დასხვა მაგიდას, რომ ტელეფონი საცოდავად დაწკარუნდა. ტელეფონისტი მაშინვე გაჩუმდა, ყურმლში კი რაღაც გატკაცუნდა, აშრიალდა და შორიდან შეშლილი, მაგრამ ნაცნობი ხმა მოისმა. ელენა კედლისკენ შებრუნდა, რომ ცრემლები დაემალა. რა უნდა ექნა ჰომეროსის შესაჩერებლად, რომელიც სადგურის დატოვების პირველსავე შესაძლებლობას ასე ეჭიდებოდა, ხელმძღვანელობის ბრძანების შეუსრულებლობისა და დეზერტირობისთვის სასჯელის შიში ხომ მხოლოდ საბაბი იყო? რა აღარ მისცა ჰომეროს ამ 15 წლის განმავლობაში მის მოსათვინიერებლად რა აღარ გააკეთა? ის კი ისევ გვირაბისკენ მიიწევდა. თითქოს იქ სიბნელის, სიცარიელისა და სიკვდილის გარდა კიდევ იყო რაღაც. რა სჭირდება კიდევ? ჰომეროს ისე ცხადად ჩაესმოდა ელენას დარიგება, თითქოს ქალი სწორედ ახლა ლაპარაკობდა, მაგრამ უკან დახევა უკვე აღარ შეიძლებოდა. უნდა რამე ეთქვა, პატიება ეთქვა, მაგრამ ყოველი სიტყვა ყელში ეჩხირებოდა. ნებისმიერი სიტყვა ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნებოდა. ელენას თავზე კი მოსკოვი ტიროდა. კედელზე ეკიდა ჩარჩოში ჩასმული ტვერსკაიას ფერადი სურათი. ზაფხულის გამჭვირვალე წვიმა, რომელიც ძველი პრიალა ჟურნალიდან იყო ამოჭრილი. ოდესღაც მეტროში ხეტიალისას ჰომეროსის მთელ ქონებას ორიოდე ხელი ტანსაცმელი და ეს ფოტოსურათი შეადგენდა. სხვებს ჯიბეში ედოთ, ასევე ჟურნალებიდან ამოჭრილი შიშველი ქალების გაქუცული სურათები. ჰომეროს კი ეს სურათი ახსენებდა რაღაც უსაზღვროდ მნიშვნელოვანს, წარმოუდგენლად მშვენიერს და სამუდამოდ დაკარგულს. მაპატიე დაბნეულად ჩაილაპარაკა, დერეფანში გავიდა, ფრთხილად მიიხურა კარი და ძალა გამოცვლილი კართანვე ჩაიკეცა.
მეზობლის ღურბზე ფერმკრთალი გოგო და ბიჭი თამაშობდნენ. ჰომეროსის დანახვაზე გაშეშდნენ და ჭინჭებით შებლანდული და თუნია, რომლის გამოც კარგა ხანს ძიძგილაობდნენ, ხელიდან გაუვარდათ. კოლიაბიძია გვიან ბერა ზღაპარი. ხომ შეგპირდი, როცა დავბრუნდები, გიამბობთო, ერთხმად ახმაურდნენ ბავშვები. რომელი გინდათ? ბავშვებს უარს ვერ ეტყოდა. უთავო მუტანტებზე მხიარულად აყიჟინდა ბიჭი. არა, მე არ მინდა მუტანტებზე მოიწყინა გოგონა. მახინჯები არიან და მეშინია. აბა რომელი გინდა? ტან ნიუშა? ამოიოხრა მოხუცმა. მაშინ ფაშისტებზე და პარტიზანებზე ჩააკვიხა ბიჭმა. არა, მე ზურმუხტის ქალებზე მომწონს, გაიღიმა ტანიამ. მაგრამ ეგ ხომ გუშინ გიამბეთ. მოდით ამჯერად მოგიყვებით, როგორ ებრძოდა ხანზა წითლებს. ზურმუხტის ქალაქზე აყაყანდა ორივე. რა გაეწყობა? დათანხმდა მოხუცი. სადღაც ძალიან შორს, საკოლნიკის ხაზზე, 7 ცარიელი სადგურის მიღმა 3 დანგრეული მიწისზე და გადასასვლელი სიქით 1000-ობით შპალის უკან. მიწისქვეშა ჯადოსნური ქალაქია. ქალაქი მოჯადოებულია, ამიტომ ჩვეულებრივი ადამიანები იქ ვერ შედიან. ქალაქში ყოფნის უფლება მხოლოდ ჯადოქრებს აქვთ. ჯადოქრები კი ერთ დიდ კოშკებიან სასახლეში ცხოვრობენ, რომლებიც ზუსტად ქალაქის თავზე მიწის ზემოთ დგას. ამ სასახლეს ჰქვია ვირსიტეტი. წამოიყვირა ბიჭმა და დას გამარჯვებული სახით გადახედა. უნივერსიტეტი შეუსწორა ჰომეროსმა. როდესაც დიდი ომი დაიწყო და დედამიწაზე ატომური ბომბები ჩამოყარეს, ჯადოქრებმა კარიბჭე მოაჯადოეს, რომ ბოროტ ადამიანებს მათ ქალაქში ვერ შეეღწიათ და ცხოვრობენ ისინი. ჰომეროს ყელში ბურთი გაეჩხირა და გაჩუმდა. მაშინღა შეამჩნია ელენა, რომელიც კარს მიყრდნობოდა და უსმენდა. ზურგჩანთას ჩავალაგებ. ყრუ ჩაილაპარაკა ჰომეროსმა. მერე ელენას მიუახლოვდა და მისი ხელი აიღო. ქალი ნაზად მოეხვია და ჩუმად კითხა. მალე დაბრუნდები? თავისი არც თუ ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ჰომეროს ყოველ ჯერზე აუცებდა ქალის უძლეველი სიყვარული, თუნდაც სრუ დაპირების მიმართ. ყველაფერი კარგად იქნება, უპასუხა ღიმილით. ეს რა წესია? მოხუცები სიძე-პატარძალივით კოცნით ერთმანეთს. გაიბუსხა გოგონა. მამამ თქვა, რომ არავითარი ზურმუხტ ქალაქი არ არსებობს. ბრაზიანი ხმით მიაძახა ბიჭმაც. შეიძლება მამა მართალია, მხრეები აიჩეჩა ჰომეროსმა. ეს ხომ ზღაპარია, თუმცა აბა როგორ ვიცხოვროთ აქ ზღაპრების გარეშე. ხმა, რომელიც კაცუნსა და შეშინში აღწევდა, ისტომის თითქოს ეცნობოდა. მგონი სერპუხოვსკაიასკენ გაგზავნილი ერთ-ერთი მზვერავისა იყო. ტულსკაიაზე არ შეგვიძლია, ტულსკაია ცდილობდა ხმა მოეწვდინა უფროსობისთვის. გავიგეთ, ტულსკაიაზე ხართ, ჩასძახა ყურმილში ისტომინმა. რა მოხდა? უკან რატომ არ ბრუნდებით? ტულსკაიას აქ არ უნდა, თავარია არ უნდა. ფრაზების დაბოლოებები წყეულმა შიშინმა შთანთქა. რა არ უნდა? გაიმეორეთ, რა არ უნდა? შტურმით აღება არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში. უცებ სრულიად გარკვევით გაისმა ყურმილში. რატომ? რა ჯანდაბა ხდება თქვენთან? პასუხი ძლიერმა ხმაურმა გადაფარმა და ყურმილი საერთოდ დადუმდა. ისტომის მაინც ძლიერად ჩაებღუჯა ყურმილი და შიგ ჯიუტა ჩაყვიროდა. რა ხდება?